თარგმანება იმათეს სახარებისაი თავინთ. სიტყვაი ესე, ვაი სოფელსა საცთურთა მათგან, რამე თუ უნებლიათ სამომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი 18:7. თქვას ვინმე წინააღმდგომთაგანმან ვითარმეთ, უკვე თუ უნებლიათ სამომავალ არიან საცთურნი, რაისათვის აბრალებს სოფელსა და ვაებასა მისცემს. ჯერ იყო შეწევნაი და ხელისსაპყრობაი, ესე არ საქმე მკურნალისა სახიერისაი და ხელისამპყრობელისა ძლიერისაი, ხოლო ბრალობაი ოდენ ყოველსავე ძალუც. რაიმე უკვე ვთქვათ ესე ვითართა მათ ურცხვინოთა ენათა მიმართ. რასა ეძიებ, კაცო უგულისხმო, ამისა უმეტესსა კურნებასა და შეწევნასა? ღმერთი კაც იქმნა ჩვენთვის ხატი მონებისაი მიიღო, ჯვარცუმაი და სიკვდილი თავსიდვა და არარაი დააკლო, რაიცა მისგან ჯერ იყო ქმნად. ხოლო ვინაიდან ყოველივე იგი ქმნა და უგულისხმოთა და უმადლოთა არაინებეს სარგებელი, ამისთვის ვაებასა მისცემს მათ, რამე თუ ესოდენსა მას და ესე ვითარსა კურნებასა ზედა დაადგრეს იგინისენსა მას შინა ბოროტსა. ვითარცა იგი უკვე თუ ვინმე მკურნალმან ხელვანმან ხელყვის კურნებად უძლურისა ვისმე და მან არაინების მორჩილებად მცნებათა მისთა, არამედ თვისა მას სენსა შინა დაადგრის. და იტყო დამცა ვინმე ესე ვითარისა მისთვის ვითარმეთ, ვაი კაცსა მას სენისა მისგან, რომელი თვისითა დახსნილობითა და ვერაგობითა აღაორძინა თავსა ზედა თვისსა. გარნა ხორციელსა მას სნეულებასა ზედა ბრალობაი იგი არაც სარგებელ არს, ხოლო აქა ბრალობაიცა ესე სახე არს კურნებისაი, თქუმაი წინაიც არ მომავალისაი და ყვედრებაი უდებებისაი. რამე თუ მრავალთა სწავლისაგან არა ერგო მრავალგზის, ხოლო ბრალობისა და ყვედრებისაგან შეიგონეს და გულისხმის ყოფად მოვიდეს. ამისთვისცა ვაებაი მისცა, რაითა შეაშინეს იგინი და განაღვიძნეს ძილისა მისგან უდებებისა. და სახიერებასაცა თვისა განაცხადებს და უჩვენებს, თუ ვითარ წინააღმდგომთა მათ თვისთათვის ზრუნავს და ისწრაფის ყვედრებითა მით და მგლუარითა სიტყვითა და მომავალთა საქმეთა უწყებითა მოქცევად მათ და უკეთურებისა გზათაგან. ყვალად უკვე ცუდად მეტყველი იგი იტყვის, ვითარი არსო სიტყვაი ესე უკვე თუ უნებლიეთსა მომავალ არიან საცთურნი, ვითარ შესაძლებელ არს მათგან განრომაი. ისმინე, უგუნურო, ამისიცა განმარტებაი ჭეშმარიტი. საცთურნი იგი უნებლიეთსა მომავალ არიან, ხოლო წარწყმა და ისაცთურთა მათ შინა არავის ზედა არს უნებლიეთ. ვითარცა იგი მკურნალმან ვინმე თქვამცა, თუ ესე რაიმე სენი ამას წელიწადსა ყოფად არს უნებლიეთსა, ხოლო რომელნიცა ესრეთ რაიმე განეკრძალნენ მათ ზედა, არა ხელეწიფების სენსა მას უნებლიეთ მოწევნად. რამე თუ ქრისტემან ესე წინაისწარ მიუთხრა მოწაფეთა, რაითა არ აღგონებდნენ, თუ ადვილთა და უჭირველთა საქმეთა მიმართ მივლინებიან. ამისთვის აუწყებს ვითარმედ მრავალნი აღუდგებიან ბრძოლნი და წინააღმდგომნი, ვითარცა სხვასა ადგილსა იტყვის ვითარმედ, ტერიყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი, მათე 10, 36 და მოციქული ღაღადებს, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნალთესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ძმათა მტყუართაგან, მეორე კორინთელთა მიმართ 11:26 და მელიტონს შინა ეტყო და 5-ესთა ეფესოისათა ვითარმეთ. მოვიდენ თქვენ და შემდგომად განსვლისა ჩემი სამგელნი ბოროტნი. რომელნი არა ერიდებოდინ სამწყსოსა და თქვენგანი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა. საქმე 20, 29-30. ამას ესე ვითარსა ყოველსა წინაისწარ აუწყებდა უფალი სიტყვათა ამათ მიერ. ხოლო ოდეს გესმეს, თუ უნებლიეთსა მომავალ არიან საცთურნი, ნუ ჰგონებ, თუ დახსნასა მოასწავებს თვითმფლობელობისასა, არცა აზნაურებასა მას განაქარვებს გონებისასა, არცა იძულებით მორჩილებასა ჩვენსა საცთურთა მიმართ გამოაჩინებს.
ნუ იყოფინ. არამედ უეჩველად ყოფაცა მას წინაისწარ გვაუწყებს, ვითარმცა იტყო და ვითარმეთ, თვინიერ ყოვლისა ცილობისა მომავალ არიან საცთურნი, რომელიგი ლუკას ხვითა სიტყვითა აღწერა, შეუგვანებელ არსო საცთურისა არ ამოსვლაი. ლუკა 17:1 ხოლო რომელნი არიან საცთურნი იგი, რომელთა იტყვის მოსვლად. ყოველნივე წინააღმდგომნი და დამაყენებელნი მართლისა მის გზისანი. ხოლო არა თუ წინაისწარ თქუმა იმისი მოიყვანებს საცთურთა. ნუ იყოფინ. არცა მისისა მის წინაისწარ თქუმისათვის მოვლენ, არამედ რომელიგი უეჩველად მომავალ იყვნენ საცთურნი, ამისთვის თავად მან წინაისწარ თქვა. ხოლო უკვე თუმცა არა ენება მომღებელთა მათ საცთურისათა უკერთურებაი, არამცა მოვიდეს საცთურნი და უკვე თუმცა არა ეგულებოდა მოსვლაი, არცამცა უფალსა წინაისწარ ეთქვა. ვინაიდან უკვე მომყვანებელნი იგი საცთურთანი უკურნებელითა სენითა შეპყრობილი იქნეს და ბოროტი შეიყვარეს, მომავალ იყვნეს მათ მიერ საცთურნი იგი, ამისთვისაც წინაისწარ იტყვის უფალი ყოფაცა მას. უკვე თუმცა ეგულებოდა უკეთურთა მათ მოქცევაი და საცთურთა არა შემოღებაი, არცამცა ეთქვა ესე უფალსა, თუ უნებლიეთსა მომავალ არიან საცთურნი, არამედ იცოდა უკურნებელი უკეთურებაი მათი, ამისთვის თქვა, თუ მომავალ არიან. ხოლო საცნაურ არს საცთურისა შემომღებელთა მათ საქმეცა და სახელებიცა მრავალთაი, რომელნი იგი ქადაგებასა მოციქულთასა და მართალსა მას და უბიწოსა სარწმუნოებასა წინააღუდგეს და ბოროტნის სწავლანი და სულისა წარმწყმედელნი სოფლად შემოიხუნეს. და კვალად ამას ზედა მეტყვი ან ზემოთქმულნი იგი უგუნურნი ვითარმეთ, ესე ვითართა საცთურთა შემომღებელნი რად არა მოსწყვიდნა ღმერთმან, რაითამცა ვერ ხელეწიფა მოპოვნებად საცთურთა დავნებად სულთა მრავალთა? ხოლო მე ვიტყვი, ვითარმეთ, რად უხმდა მათ მოწყუედაი. არა თუ ხელეწიფებოდა უნებლიად ვისა მეგონებისა გარდაქცევად, არამედ რომელთაც ევნო, თვისისა დახსნილებისაგან ევნო. და ამას გამოაჩინებენ ღმრთის მოყვარენი, რომელთა არ არა ევნო საცთურთაგან, არამედ უფრო ისად დიდად სარგებელიყო. იხილე იობ, იხილე იოსებ, იხილენ ყოველნი მართალნი, იხილენ წმიდანი მოციქულნი და მოწამენი, ვითარ მოწამულთა მათ საცთურთაგან დიდი სარგებელი შეიძინეს. საცნაურ არს უკვე ვითარმედ რომელნიცა წარწყმდეს, თვისისა უდებებისა და დახსნილობისაგან წარწყმდეს. ხოლო უკვე თუმცა საცთურთაგან იყო წარწყმედაი და არა უდებებისაგან, ყოველნიცა წარწყმედილი იყვნენ. ვინაიდან უკვე მრავალნი არა ხოლო თუ განერნეს საცთურთაგან, არამედ დიდადსა სარგებელიყო, წარწყმედილნი იგი თავთათვის დააბრალებენცა და ნუ სხვას არას. რამე თუ საცთურნი ვითარცავ თქუმ მოსწრაფეთა და ღმრთის მოყვარეთა უფრო ისხა განაფრთხობენ და გონებათა მათთა ახლესვენ კრძალულებად და რომელთაცა გვენებოს, დიდი სარგებელი ვპოვოთ ბრძოლათაგან და განსაცდელთა. გულისხმა ყავთ უკვე და იხილეთ, უკვე თუ აწვხედავთ, ვითარმედ ბრძოლანი განწყობილ არიან ჩვენზე და ეშმაკისაგან და ესოდენი განსაცდელნი გარემოდგომილ არიან და ეგრეთსა უდებებასა შინავართ და ძილსა და შვებასა, უკვე თუმცა ყოვლადვე არა იყვნენ ბრძოლანი და განსაცდელნი, ვითარმცა ვიქცეოდეთ რაბამითა უწესოებითა. და გნებავს თუ პირველი კაცი გულისხმა ყავთ, ვითარ მცირედი ჟამი დაყო სამოთხესა შინა საშვებლისასა და ესოდენსა უწესოებასა მიიწია, ვიდრეღა სწორყოფად ღმრთისა ეუცნებოდა ზრახვასა შინა გულისათვისისასა და ერთი მცნებაი ვერ დაიცვა. უკვე თუმცა უმრავლესი რეჟამი დაეყო შვებასა მას შინა, რაიმცა არა ექმნა. გარნა ამას რაი ვითხოვდით, კვალად სხვასა სიტყვასა წინა მიყოფენ უგულისხმონი, რაისათვის ღმერთმან ესე ვითარი შექმნაო კაცი იგი. ხოლო მე ვიტყვი, ვითარმეთ, არა თუ ღმერთმან ესე ვითარი შექმნა იგი.
ნუ იყოფინ. არამედ უფრო ისხა ყოვლითა კეთილითა შეამკო. უკვე თუმცა მას ესე ვითარი შეექმნა იგი არამცა დაესაჯა. რამე თუ ჩვენცა რომლისა რაიმე საქმისა მიზეზ ვიყვნეთ, მას ზედა მონათა ჩვენთა არა ვაბრალებთ. რაუდენ უფროისად ღმერთმანცა ყო ესე. გარნა კაცი იგი თვისისა უდებებისა და დახსნილებისაგან იქმნა ესრეთ. რამე თუ ყოველი ბოროტის მოქმედი თავით თვისით არს ბოროტის მოქმედ წესითა მით თვითმფლობელობისაითა, რომელი მისცა პირველითგან ღმერთმან კაცსა, რაითა თვითმფლობელად და ნებსით გამოირჩიოს კეთილი და არა იძულებით, რაითა აქ უნდეს სასყიდელი მასცა ნებსით თვისით გამორჩევისათვის კეთილთაისა. მიიღო მან ნიჭი იგი თვითმფლობელობისაი და არა კეთილსა ზედა იხმარა, არამედ ბოროტსა და იგი გამოირჩია ნებსით. ხოლო ვინაითგან ნიჭნი ღმრთისანი შეუნანებელ და დაუხსნელ არიან, შეუგვანებელი ხო, რომელი იგი ერთგზის თვითმფლობელად დაჰყბადა, რაითამცა მისისა მის ვერაგობისათვის თვისი იგი ნიჭი დაახსნა. ვინაითგან უკვე ესე არაჯერ იყო, ამისთვის განაწესა, რაითა თვითმფლობელობისა წესითა მიქცეული იგი ბოროტისა მიმართ თვითმფლობელობისავე წესითა ნებსით მოიქცეს ცხოვრებად. ამისთვის შჯული მოსცა და წინა ის წარმეტყველნი მოავლინა, უკუანა ისკნელჯერ იჩინა წყალობითა მით გამოუთქმელითა განკაცებაი, რაითა წარწყმედულნი ესე მომიძინეს და ყოვლით კერძო გუასწავა და გვიჩვენა გზაი ცხოვრებისაი. რომელნიცა უკვე შეუდგენ ბრძანებათა მისთა, ღირს იქნებიან ნეტარებასა მას საუკუნოსა. ხოლო რომელნი ნებსით მოყუარე ბოროტისა იქმნენ, იგინი თავით თვისით არიან ბოროტ და არავისი არს ბრალი მათისა მის უკეთურებისათვის და მათისა წარწყმედისა. და ამასცა სოფელსა შინა ჩანს, ვითარმედ უკეთურნი თავით თვისით არიან უკეთურ. რამე თუ უკვე თუ არა ესრეთ არს, რაისათვის შენ, კაცო, მონასა ანუ ძესა შენს აჰრისხავ, რა ჟამს ბოროტი რაიმე ქმნას. უკვე თუ არა ნებსით იქმს ბოროტსა მას, უფრო ისად თანამზრუნველობა ჯერ არს და არა შერისხვაი. და ეგრეთცა არიან საქმენი. ამისთვის ოდეს სნეულებაი შეემთხვის მონასა და ვერ შემძლებელ არ მსახურებისათვის ისა აღსრულებად არა ხრისხავ, არამედ უფრო ისაც წყალობ, ხოლო ოდეს მთელად იყოს და ნებსით ლირბობდეს და მცონარ იყოს ხრისხავ და ჰგუემ. აც უკვე შენ მებრ მოწამე ხარ, რამე თუ ერთი იგი მისგან არს და ერთი იგი უნებლიად სჭირს. ეგრეთვე პირველ სამას კაცსა ზედა გულისხმად ყავ. უკვე თუმცა აგებულებაი ბუნებისა მისისაი ბოროტ იყო, არამცა საბრალობელი ყოცთომისა მისთვის და გარდასვლისა მცნებისაგან. ვინაითგან უკვე კეთილად დაიბადა კეთილთა მომნიჭებელისა მის მეუფისაგან და ყოველი სათნოებაი მიეცა მას, ხოლო მან თვითმფლობელად ბოროტი გამოირჩია, მისისა მის ნებისაი ყოცთომაი, ამისთვის სამართლად საბრალობელი იქნა. და კვალად ესეცა გულისხმა ყავ, რად არასა და ვინ აბრალა მონასათვისა, თუ რად არა გმირთა სწორი არს ძალითა, თუ რად არა მფრინველთა უმალეს არს სრბად. ამისთვის რამე თუ ბუნებითნი არიან საქმენი ესე და არავინ ეძიებს ბუნებისა უმეტესსა. ხოლო რომელი ნებისაი იყოს ცთომაი და არა ბუნებისაი, მას ზედა აბრალებს უფალი მონასა და მამაიშვილსა და მეგობარი მეგობარსა. ეგრეთვე ღმერთი არა გვაბრალებს ჩვენ, თუ რად მოკვდავნი ვართ, რამე თუ ერთგზის დაესაჯა ესე ბუნებასა ჩვენსაც თომითგან ადამიანით და არა გვაბრალებსაც ამისთვის, არცა გვაბრალებს, თუ რად უძლურებისა შემწყნარებელ არიან ხორცნი ჩვენი, არცა თუ რად არა ავმაღლდებით ხორცითა ზეცად, არცა სხვასა რასზე და ბუნებიცა ნაკრულევანებასა განგვირისხნების. არამედ ოდეს ნებსით და თვითმფლობელად ვიქმოდით ბოროტსა რასმე და შევიწყნარებდეთ ვნებათა, რომელთა არა შეწყნარებად ხელგვეციფების. მაშინ საბრალობელ ვართ და ღირს ტანჯვისა.
აც უკვე კაცო, ნუ შემოიღებ გული სიტყვათა ცუდთა, ნუცა მოიპოვებ სიტყვის გებათა უძლურეს და ქსელისა დედაზარდლისასა, არამედ მარტივი სიტყვაი მომიგე, რომელსა გკითხავ. არა ყოველნივე კაცნი ღმერთმან დახბადნაა. ჰე, ჭეშმარიტად, ყოველნი ღმრთისა დაბადებულნი არიან. ვიქთარ უკვე ყოველნი არასწორ არიან სათნოებითა გინა უკეთურებითა. ვინაი არიან რომელნიმე სახიერ და კეთილ და რომელნიმე უსახურ და უკერთურ. უკვე თუმცა არა თვითმფლობელისა ნებისაგან იყო ესე ვითარი ესე, არამედ ბუნებისაგან ვითარ რომელნიმე ესრეთ არიან და რომელნიმე ეგრეთ. რამე თუ უკვე თუ ბუნება იქმს ყოველთა და ნებაი არა არს, ანუმცა ყოველნი კეთილ იყვნენ, ანუმცა ყოველნი ბოროტ, რამე თუ ბუნებაი კაცთა ერთ არს და შეუცვალებელნცა იყო ბუნებითი იგი საქმე. ხოლოაც ვხედავთ, რომელ არა თუ ოდენ რომელნიმე კეთილ არიან და რომელნიმე ბოროტ, არამედ მრავალნი კეთილ იყვნენ და უკეთურებად მიიქცეს უდებებითა თვისითა, სხვანი ბოროტ იყვნენ და მოიქცეს სიკეთედ მოსწრაფებითა თვისითა. საცნაურ არს უკვე ამის ყოვლისაგან, ვითარმედ არცა ბოროტი დაბადებულ არს რაი ბუნებასა შინა ჩვენსა, არცა კეთილნი იძულებით მოცემულ არიან, ვითარმცა შეცვალებაი არა ეგებოდა, არამედ მოცემულ არს ჩვენ და ყოველივე კეთილი, გარნა ნებსითითა მით თვითმფლობელობითა მოსაგებელად განწესებულ არს. ვინაითგან უკვე ნებსით გამოვირჩიეთ ბოროტი, ვითარცა წერილ არს ვითარმედ, განმრავლდეს უკეთურებანი კაცთანი ქვეყანასა ზედა და ყოველი განიზრახავს ბოროტსა განგრძალულად ყოველსა დღესა, დაბადება 6:5 და უშრომელად მოცემული იგი სიკეთე წარუწყმიდეთ, მიერითგან რომელთაცა ენებოს კეთილისა მოგებაი, შრომაი უხმს მათ და მოსწრაფებაი. იტყვის კვალად წინააღმდგომი იგი, უკვე თუ ბოროტი არარაი დაბადებულ არს ბუნებასა შინა, ვინაი არს სიმრავლე ესე ბოროტთაი. კვალად კაცო მაგასვე იტყვია. აც უკვე მე გამოვაჩინებ, ვითარმედ არა ღმრთისაგან არიან, არცა ბუნებისა ჩვენისაგან, არცა თავით თვისით, სიტყვისაებრო ურთოთა მანიქეველთაისა. ვინაი უკვე არიანო ბოროტნი საქმენი. ეშმაკისაგან და ჩვენთა ამათ ნებათაგან. ხოლო ნებაი იგივინაი არსო. ჩვენგანვე. რამე თუ შენაც, კაცო, ესე ვითარსა საქმესა იქმ ვითარმცა მკითხევთ, თუ ვინაი იქმნების ხედვაი და არახედვაი. და გარქუმცა ვითარმეთ, ახილვითა თვალთაითა იქმნების ხედვაი და დაწუხვითა თვალთაითა იქმნების არახედვაი. და კვალად მცა მკითხე, თუ დაწუხვაი თვალთაი და ახილაი ვინაი იქმნების. და გარქუმცა თუ ნებისა ჩვენისაგან. და კვალად მცა ამისცა სიტყვისა სხვასა მიზეზსა მკითხევ ცუდად მეტყველებით. ეგრეთვე წინამდებარე ესე საქმე არს. აც უკვე გულის ხმა ყავ, ვითარმედ სხვაი არარაი არს ბოროტი, გარნა ურჩებაი ღმრთისაი. ხოლო ესე ვინაი მოიპოვა კაცმან. თვისისა უდებებისაგან. რამე თუ უფალიყო მორჩილებისა და ურჩებისა, ხოლო იგი ურჩებასა მიდრკა. და უკვე თუმცა ჯერეთ ვერ გულისხმახობ, უმეტესადსა განგიმარტო. რამე თუ განწირულთა მათ და სასოწარკვეთილთა და მარადის ცოდვასა შინა მყოფთა რომელთა არასა და ჰნებავს მოგცევაი, მათ არცა ვეტყვი სიტყვათა ამათ სიბრძნისათა, ხოლო მოსულნეთ ღმრთის მეცნიერებისათა ვეტყვი, შთაურდომილ ხარა, კაცო, ცოდვასა და კვალად გიძლევი ეს ცოდვისა. რამე თუ ესე მრავალგზის შეგემთხვევის კაცადსა, ოდესმე დაითვი და ოდესმე მძლე ექნი მთვრალობასა, ოდესმე განხრისხნი და ოდესმე არა განხრისხნი, ოდესმე შეურაცხხვი გლახაკი და ოდესმე არა შეურაცხხვი, ოდესმე ისიძვი და ოდესმე სიწმიდე შეიკრძალი.
ვინაი უკვე იქნების ესე ვითარი. ოდესმე ინები კეთილი და შეიმოსი მოსწრაფებაი და ისმინი მცნებაი უფლისაი, ოდესმე კვალა დაღირჩი ბოროტი, დაიხსნი და ურჩექმნი მცნებასა უფლისასა და შთაღვარდი ცოდვასა. ვინაი არს ესე შეცვალებაი? არა თვითმფლობელისა მისნებისა და განზრახვისა შენისაგან არსა? ჰე, ჭეშმარიტად ესრეთ არს და არა არს ამას შინაცილობაი, ვერცა ვისძალუც წინა აღდგომად. აც უკვე გევედრები საყუარელო შეიკრძალე სათნოებაი, თვისი იგი შენი და ბუნებითი საქმე, და ნუ ეძიებ, თუ ვინაი არიან ბოროტნი საქმენი, არამედ უწყოდე ვითარმეთ დახსნილებისა ჩვენისაგან და ბოროტისა მისნებისაგან იქმნებიან. ამის გამოცან რამე თუ ხელმწიფებაი გაქუს უკვე თუ გენებოს ციულტოლად ბოროტისაგან. ამისთვისცა რომელი არა იულტოდის საბრალობელ არს ღმრთისაგან და კაცთაგან ღმრთის მოყვარეთა და ბოროტის მოძულეთა. რამე თუ კვალათსა და მრავალგზის მასვე ვიტყვი, ბოროტნი საქმენი უდებებისაგან ჩვენისა არიან და ბოროტისა მისნებისა და კეთილისაგან მოცალებისა და კაცთა თანაბოროტთა ქცევისა და უბულებელს ყოფისაგან სათნოებათა ისა. რამე თუ უდებ ვიყვნეთ რაი და მოცალე კეთილისაგან მაშინ ეშმაკი დასთესავს ჩვენ შორის უარძლსა ბოროტთა მისთასა, მერმე ნებითა მით ჩვენითა ბოროტითა შევიწყნარებთ თესლსა მისსა და აღვაორძინებთ უბულებელს ვყოფთ სათნოებასა, ვიქცევით კაცთა თანაბოროტთა და ვიქმნებით ჩვენცა უკეთურ. და ესე მებრძიებაი თუ ვინაი არიან ჩვენ შორის ბოროტნი საქმე არს კაცთა უკეთურთაი, ხოლო მოქმედთაგანი სათნოებისათა არავინ გამოეძიებს, არამედ იციან ვითარმეთ ბოროტნი საქმენი ეშმაკისაგან არიან და ჩვენთა ნებათაგან. გარნა მოქმედთა ბოროტისათა ჰნებავს, რაითამცა ცუდი რაიმე და უსარგებლოი ნუგეშინისცემაი მოიგეს, ამისთვის შესწმასნიან სიტყვათა ამაოთა და მავნებელთა მათისაცა სულისა და რომელთა ესმოდის. ხოლო ჩვენ მათ მიერ თხსნილნი იგი და მოგსოილნი დედაზარდლისა ქსელნი არა ხოლო თუ სიტყვით, არამედ საქმიცა დავხსნეთ და გულსავსე ვუყვნეთ თავნიცა ჩვენი და სხვანი ყოველნივე ვითარმეთ არავინ არს იძულებით უკეთურ, არამედ ნებსით თვისით. უკვე თუმცა იძულებით იყო და უნებლიათ, არამცა თქვა უფალმან, ვაი კაცისა მის, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი. რამე თუ მათ მისცემს ვაებასა, რომელნი ნებსით თვისით იყვნენ უკეთურ და საცთურთა მომპოვნებელ და საბრკოლებელად გზასა ცხოვრებად მიმავალთასა. და რაითას ცნამ ვითარმედ არა იძულებით არ სიბოროტე უკეთურთაი, ისმინე შემდგომიცა სიტყვაი, რამე თუ ვინაითგან მისცა ვაებაი მომპოვნებელთა მათ საცთურისათა მეხსეულად თქვა. წახარებაი, უკვე თუ ხელი შენი ანუ ფერხი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან, უმჯობეს არს შენ და შესვლად ცხოვრება სამკელობელისა იგინა უხელოისაი, ვიდრე ორნი ხელნი და ორნი ფერხნი თუ გესხნენ და შთაღვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკვე თუ თვალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, უმჯობეს არს შენ და ერთ თვალისა შესვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორთა თვალთა სხმასა და შესვლად გეჰენიასა ცეცხლისასა, 18:9. თარგმანი, არა თუ ასოთათვის იტყვის სიტყვათა ამათ. ნუ იყოფინ. არამედ თვისთათვის და მეგობართა, რომელნი ასოთა ჩვენთა სწორად საყვარელ და სახმარიყვნენ ჩვენ და ვითარცა სხვასაც ადგილსა ზემოთ ქვა და აცცა მასვე იტყვის. რამე თუ არ არა ესრეთ სავნებელ არს ვითარ შეერთებაი უკეთურთათანა, რამე თუ მრავალგზის რომელი ჭირმან და იძულებამან ვერ ქმნის, მეგობრობამან და სიყვარულმან ქმნის, გინა თუ სავნებელი, გინა თუ სარგებელი. ამისთვის დიდითა სიმტკიცითა და გარდაკვეთილითა განჩინებითა გვიბრძანებს განშორებად კაცთაგან მავნებელთა სულისათა, გინა თუ თვისნი იყვნენ, გინა თუ მეგობარნი, საყვარელნი და სახმარნი, ვითარცა თვალი მარჯვენე, გინა თუ ხელი, და ესენი მოასწავნა მომყვანებელად საცთურთა.
იხილეა, ვითარ საცდურთაგან ყოფადილნება იწინა ითვე დააყენა. გვაუწყა ყოფადი იგი, რაითაგან კრძალულვიყვნეთ, გვიჩვენა ბოროტთა მათ სიდიდე, რა ჟამს თქვა, ვაი სოფელსა საცდურთაგან, კვალად მისცა ვაებაი მომპოვნებელსა საცდურთასა, რაითა გამოაჩინოს, რაოდენისა სასჯელისა ღირსარს. კვალად შეძინებითა მით იგავისაითა აღაორძინა შიში იგი, და არა კმა ეყო ესე, არამედ გვიჩვენა გზაიცა, რომლითა იქმნების საცდურთაგან განრომაი. ესე არს გზა იგი, რამე თუ ბრძანებს ვითარმეთ, კაცნი უკეთურნი და მავნებელნი სულისა შენისანი, რაღაცა თუ დიდად საყვარელიყვნენ და სახმარ შენდა, მოიკვეთენ შენგან, რამე თუ დაადგრე თუ მათ თანა, ვერც რაი მათ არგო და სულიცა შენი წარიწყმიდო, ხოლო მოთულ იკვეთნე შენგან, სულისა შენისა ცხოვრება იმოიგო. ამისთვის საყვარელო ბრძანებაი უფლისა ისმინე და უკვე თუ ვინმე საყვარელი ყოს შენდა და სიყვარული მისი სულსა შენს ავნებდეს, მოიკვეთე იგი შენგან. რამე თუ ასოთა შინა ჩვენთა უკვე თუ ვიხილით რომელიმე უკურნებელად დამპალი და ყოველივე გვამი მისგან წარწყმდებინ, არა ვხრიდით მოკვეთად იგი, რავდენ უმეტესად მეგობართა ზედა ჯერ არს ესრეთ ყოფად. ამის ყოვლისაგან საცნაურ არს ვითარმეთ არა ბუნებით არიან ბოროტნი საქმენი ჩვენთანა არცა იძულებით. უკვე თუმცა იძულებითა ბუნებითითა იყვნეს, ნამეთ ნამცა იყო სიტყვათა ამათ მიერი განკრძალვაი. ვინაიდან უკვე უწყით, ვითარმეთ სწავლანი ესე ჭეშმარიტ არიან და სამართალ, ცხადარს ვითარმეთ ნებათა ჩვენთაგან და განზრახვათა მოვლენ ბოროტნი საქმენი ჩვენზედა. სწახ არებაი, ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვით თქვენ, რამე თუ ანგელოზნი მათ ნიცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა, 18:10. თარგმანი, მცირე და არა ჭეშმარიტად მცირეთა სახელს დებს, არამედ რომელნი ესრეთ შერაცხილიყვნენ კაცთა მიერ. გლახანი და შეურაცხნი და მრავალთაგან უცნაურნი, რომელნი იგი სიტყვითა მით ჭეშმარიტებისაითა დიდ არიან და პატიოსან, გარნა კაცთა წინაშე მცირედ შერაცხილ არიან. ვითარ უკვე მცირე არს, რომლისა სოფელი ღირს არა არს. ვითარ მცირე არს, რომელი მეგობარ ღმრთისა წოდებად ღირსკნულ არს. გარნა იჩვისათვის და გულის სიტყვისა მრავალთაისა ესრეთ სახელსთვა და იტყვის, კაცსა ღმრთის მოშიშსა და მუშაკსა სათნოებისასა ნუ შეურაცხყოფთ, რაღაცა თუ გლახაკ იყოს ხორციელად და დაწუნებულ კაცთაგან და შეურაცხ, არამედ პატივეცით და შეიტკბეთ ესე ვითარი იგი. რამე თუ ვითარცა სიუტოლაი უკეთურთაგან კეთილარს, ეგრეთვე პატივცემაი ღმრთის მოყვარეთაი და მათ თანა შეერთებაი დიდისა სარგებელისა მომატყუებელ არს. ამისთვის ორივე ესე ბრძანა უფალმან, რაითა ორ კერძო იყოს უცდომელობაი, ერთად მოკვეთითა და განშორებითა მავნებელთა კაცთაითა და მეორედ პატივითა და ერთობითა ღმრთის მოშიშთაითა. იხილეთ უკვე რაბამსა პატივსა იტყვის მათსა, რამე თუ ანგელოზნი მათ ნიცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. ამათ სიტყვათაგან საცნაურ არს ვითარმეთ ანგელოზნი არიან თითოეულისა წმიდათაგანისათვის განწესებულ და უფრო ისხა ყოველთათვის მორწმუნეთა. რამე თუ მოციქული იტყვის დედაკაცისათვის, ჯერ არსო დედაკაცისა, რაითა ფლობაი აქუნდეს თავსაზე და ანგელოზთათვის. პირველი კორინთელთა მიმართ 11:10 და მოსე იტყვის და ამტკიცნა საზღვარნი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა. მეორე სჯული 32:8, ხოლო აქ არა ანგელოზთა ოდენ იტყვის, არამედ ანგელოზთა დიდთა. რამე თუ ოდეს თქვას, თუ ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა არა თუ სხვასა რასმე მოასწავებს ამით სიტყვითა, არამედ უმეტესსა კადნიერებასა და ფრიადსა პატივსა მათ ანგელოზთასა. სწახ არებაი, რამე თუ მოვიდა ძეკაცისა იმოძიებად წარწყმედულისა 18:11.
თარგმანი კვალად სხვა საპირსა შემოიღებს გამოჩინება და სწავლად ვითარმედ არავისი ჯერ არ სუგულებელს ყოფაი. რამე თუ ზემოთ თქვა, ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხყოს ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვით თქვენ, რამე თუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათაშინა. ამით სიტყვითა გამოაჩინა, თუ რაოდენით ანაგვაც პატივი და არზანიგი მოშიშთა ღმრთისათაი, ხოლო აც კვალად ამას გამოაჩინებს, ვით არ მცა იტყო და ვით არ მეტ, რად ვიტყვით წმიდათა და ღმრთის მოყვარეთა კაცთათვის. არცა თუ ვინმე უდებებასა შინა რას მეიხილო, გიხმს შეურაცხებაი, რამე თუ მე შემოქმედი ესა ყოველთაი, მოვედნებითა მამისაითა მოძიებად წარწმედულთა. აც უკვე რომლისა მე ძიებად მოვედ, შენ, კაცო, ვით არ შეურაცხყოფ? ოდეს თქვას, თუ მოვიდა ძე კაცისა იმოძიებად წარწმედულისა, ჯვარც უმასათვისა იტყვის და სხვასა ყოველსავე, რომელიც ჩვენთვის თავს იდვა, ვით არცა პავლე მოციქული ამისვე სიტყვისა ძალსა მოასწავებს და იტყვის, ვით არ მეტ, ეკრძალე, რაითა არა წარწმდეს ძმა იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათვის ქრისტე მოკვდა. პირველი კორინთელთა მიმართ 8:9 ამის უკვე სიტყვისა და სამტკიცებელად იგავსაცა შემოიღებს უფალი და იტყვის. წახარებაი, ვით არ ჰგონებთ თქვენ, კაცსა თუ ისმე ედგას ასი ცხვარი და შესცდეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა 99-ნი იგი მთათა გარე და წარვიდეს და მოიძიოს შეცდომილი იგი. და რა ჟამს პოს იგი, ამენ გეტყვით თქვენ, უფრო ის უხაროდის მისზე და ვიდრე 99-თა მათ, რომელნი არა შეცდომილიყვნენ. ესრეთ არ არსნებაი მამისა ჩემისა ზეცათა ისაი, რაითა წარწმდეს ერთი მცირეთა ამათგანი, 18, 12, 14. თარგმანი ხედავა რაოდენითა სახითა ესწრაფის მოყვანებად ჩვენ და სიყვარულად და მოუაწებად უდარესთა ძმათასა. აც უკვე ნუ იტყვის საყვარელო ესე ვინმე უნდოიარს და იგი ვინმე გლახაკ არს და შეურაცხ და უგულებელს ყოფ ძმათა შენთა. რამე თუ უფალმან ჩვენმან და მეუფემან გვიბრძანა ყოვლით კერძო ზუაობისა განდევნაი. ამისთვის ყრმაი წარმოადგინა და თქვა, რომელი არა იქმნას ვით არცა ყრმაი ვერ შევიდეს სასუფეველსა, შეადარე მათე 18:3 და კვალად თქვა, რომელმან შეიწყნაროს ყრმაი ესევით არის სახელითა ჩემითა, მე შემიწყნაროს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, დიდად დაისაჯოს. შეადარე მათე 18, 5, 6 და არა კმაყო იგავი იგიცის ქვილისაი, არამედ ვაებაიცა მისცა ესევით ართა მათ ამპარტავანთა და დამაბრკოლებელთა, რამე თუ იგინი არიან მომპოვნებელნი საცთურთანი და მათი ბრძანა მოკვეთაი, რაღაცა თუ მეგობარ ჩვენ დაიყვნენ. ხოლო აც კვალადთვის იგივნებაი ახსენა და წარწმედულთა ძიებისათვის სიკვდილი და იგავი ესე წარმოგვითხრა მწყემსისა მის კეთილისაი, რომელმან დაუტევის 99 და ძიებად შეცდომილისა განვიდის და მამაიცათვის იახსენა, ვით არ მეტ, ესრეთ არ არსნებაი მამისა ჩემისაი წარწმედად ერთი მცირეთა ამათგანი. ხოლო ვინაითგან ღმერთი ესრეთ მხიარულ არს ცხოვრებასა ერთისა სულისასა, ვით არ ვინი კადროს შეურაცხყოფად და არა უფრო ისა დადებად ესწრაფოს სულისა ცხოვრებისათვის ძმისათვის ისა. უფალმან 99-ნი დაუტევნა და მოვიდა წარწმედულისა და ვერ უძლო მრავალთა ცხოვრებამან დაფარვად წარწმედასა ერთისასა, არამედ ისწრაფა პოვნად იგი და პოარაი აღიღო მხართა ზედა და სიხარული დიდი ხო პოვნისა მისისათვის და ბრძანებს ვით არ მეტ, გეტყვით თქვენ, ესრეთ იყო სიხარული ცათაშინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა 99-თა მათ მართალთა. ლუკა 15:7. ნუმცა უკვე უგულებელს ვყოფთ ესევით ართა მათ სულთა, რამე თუ ამისთვის თქუმულ არს ესე ყოველი სასწავლელად ჩვენ და
რაითა ჩვენცა განვაგდოთ ყოველივე ამ პარტავანებაი და შევიმოსოთ სიმდაბლე და სიყვარული და გულისხმა უყოთ. რაოდენი სასჯელი განაწესა დამაბრკოლებელთათვის ძმათა ისა და რაბამნი კეთილნი აღუთქვნა, რომელნიც წყალობდნენ და იღუწიდნენ მათ და სახედ მოიღო საქმისა ამის თავითვისი და ნება იგი მამისაი, რომელსა არავის იქნებავს წარწყმედაი, არამედ ყოველთავე ცხოვრებაი. სწავლა იმ თვითარმეტ ჯერ არს ფრიადი მოუაწებაი ცხოვრებისათვის ძმათა ისა. და ჩვენცა უკვე საყუარელნო, ვბაძვიდეთ სახიერებასა მას უფლისასა და ნუმცა რაითა უგვედიდების ქმნათ ძმათა ჩვენთათვის, რაღაცა თუ საქმე იგი შეურაცხდა ძნელი იყოს, რაღაცა თუ ძმა იგი მცირე და უნდო იყოს, ნუმცა რაი უღირსგვიჩნქმნათ ცხოვრებისათვის მისისა. რამე თუ ესოდენ საწადელ არს ღმრთისა ცხოვრებაი სულისაი, ვიდრეღა ძეთვისი მოავლინა მოძიებად წარწყმედულთა. ამისთვის გევედრები ვიღუაცოთ ყოვლითა ძალით თახსნად ძმისა, რომელიცა ვიხილოთ ჩირვეული და ღელვაგუემული. არა ვიტყვი ხორციელსა ამას ჭირსა და ღელვაგუემულობასა, რამე თუ კეთილ არს ხორციელთაცა ჭირთა შინა და განსაცდელთა შეწევნაი და ხელისაპყრობაი ძმათაი, და ფრიად კეთილ არს და თანანადები არს თანაწარვალი. ხოლო ფრიად უაღრეს არს და უმაღლეს სულიერთა ღელვათა შინა და ეშმაკისა მიერ მოწევნულთა განსაცდელთა შეწევნაი ძმისაი და ყოვლითა ძალითა ხელისაპყრობაი. რამე თუ ვაჭარი აღორძინებად საფასისათვის ისა ზღვათა წიაღვალს და მთათა გარდა ხდების, და მუშაკი ეგრეთვე შემატებად ნაშრომისათვის ისა ფრიად საოფლსა თავს იდებს და აურაცხელსა ჭირსა. აც უკვე ჩვენცა ნუ თავისა ხოლოთვის ისა ცხოვრებასა ვიღუწით, არამედ ძმათა ჩვენთაცა, რაითა ესრეთ უბწყინვალეს იყოს სულთაცა ჩვენთა ცხოვრებაი. რამე თუ განწყობასა შინა ბრძოლათასა უკვე თუ მხედარითვისა ოდენ განრინებასა ისწრაფდეს და ამისთვის სხვანი უგულებელს ვნეს და სიუტოლად ხელყოს, მრავალგზის სხვათაცა ავნის და თავიცათვისი წარწყმიდის. ხოლო რომელმა ნახოვნებით დადვის სულითვისი სხვათა მათ თანა მოყვასთათვისთა, მათსა სარგებელი ყვის და თავიცათვისი მათ თანა აცხოვნის. ვინაიდან უკვე ჩვენ ზედაცა ბრძოლაი არს და ბრძოლაი ყოველთა ბრძოლათა უფიცხლესი და წყობაი არს ძლიერი, ესრეთმცა შევალთ წყობასა მას შინა, ვითარცა მეუფემან ჩვენმან გვიბრძანა. განვემზადნეთ სისხლთა დათხევად და სიკვდილადსა სახელისა მისისათვის და საჭურველი იგი სიყვარულისა იმტკიცეთ შევიმოსოთ, ვიღუაცოთ ერთმანერთისა ცხოვრებაი, მდგომარენი განვაძლიერნეთ, დაცემულნი აღვადგინეთ. რამე თუ მრავალნი ძმათა ჩვენთაგან იმდებარე არიან წყობასა ამას შინა წყლულნი და სისხლითა შებღალულნი, და მოღვაწე ანუ მკურნალი არავინ არს. არცა მღდელნი, არცა ერისაგანი, არცა მოწესენი, არცა ძმანი და მეგობარნი, არამედ კაცადი თავისათვის ისასა ვხედავთ. ამისთვის თავთაცა ჩვენ თავავნებთ, რამე თუ დიდი წარმატებაი და სისრულე ესე არს, რაითა კაცი არა თავისა ხოლოთვის ისა ეძიებდეს, არამედ ძმისასაცა, ხოლო ჩვენ ვინაიდან მცნებაი ესე შეურაცხგვიყოფიეს. ამისთვის უძლურ ვართ და ადვილად საძლეвэл ბრძოლათა შინა ეშმაკისათა, რამე თუ არა შევეწევით ურთიერთას, არცა შეჭრულ ვართ სიყვარულითა სულიერითა, არამედ სხვისა სახისა მეგობრობისა სიყვარულსა მოვიგებთ, რომელნიმე ხორციელისათვისებისასა, რომელნიმე სხვისა და სხვისა ცუდისა და წარმავალისა მიზეზისათვის და მავნებელისა. ჯერ იყო უფროისაც სულიერითა წესითა შეყვარებად ურთიერთას, ხოლო აც წინა მდგომსა ვიქმთ, უკვე თუ ვინმე ძმამან მცირედ დაგვაბრკოლოს, მოვიძულებთ და მოვიძაგებთ, უკვე თუ ვიხილოთ მცირესაც თომასა შინა, გარე მივიქცევით მისგან და შეურაცხყოფთ. უფროისად მაშინ ჯერ იყო მოღვაწებაი და შეწევნაი, რაითა მოვაქციოთ სათნოებად ცდომილი იგი და მოვიღებთ მიზეზთა ცუდთა და უსარგებლოთა მრავალგზის ვასწავეო და არა მისმინა. რასა იტყვი, კაცო? არა ხედავა, რაოდენი სწავლანი გვასწავლა ღმერთმან და გვასწავებს წინაისწარმეტყველთა მიერ და მოციქულთა და მახარებელთა? რაი არს უკვე, ვისმინეთ სწავლანი იგი?
ნუ იყოფინ. გარნა იგი არავე დასცხრების სწავლად ჩვენდა და წყალობად. არა დღითი დღე გუეთხვისა, ვერ ხელგვეციფების მონებად ღმრთისა და მამონაისა, ერთი ჩვენ შორის უმეტესად აღორძინდების მძლავრება ივეცხლის მოყვარებისაი. არა ხმამაღლად გვიბრძანებსა, მიუტევეთ და მოგეტევნენ, ორი და უფრო ისად მხედს და უმრისხანეს ვართ. არა მარადის გვამცნებსა, რაითა განვიშორნეთ ბოროტნი გულის თქუმანი. და მრავალნი უძვირეს ღორთასა იმცუბებიან მცვირესა შინა ცოდვისასა. და ამას ყოველსა ზედა სახიერი იგი არა დასცხრების სწავლად ჩვენდა და წყალობად. რაისათვის უკვე არა ვიგონებთ ამას და ეგრეთვე ჩვენცა ვიპოვებით ძმათა მიმართ სახიერ და სულგრძელ ვითარცა ღმერთი ჩვენზე და არა უწყით არამე თუ არა ხოლო თუ თავთათვისთა ცხოვრებისა მოღვაწებად თანამდებ ვართ, არამედ ძმათაცა ჩვენთა. ხოლოაც ჩვენ მრავლისა მისგან უდებებისა და დახსნილებისა ჩვენისა სულთაცათვისთა და ძმათაცა ცხოვრებაი შეურაცხ გვიყოფიეს და ყოველივე ზრუნვაი ჩვენი და მოსწრაფებაი ხორციელთა და წარმავალთა საქმეთათვის არს და სული ჩვენი შეურაცხ გვიყოფიეს. შეურვებული და შეიცრებული ბევრეულთა ვნებათაგან, გულის თქუმათაგან ბილწთა, გულის წყრომისაგან ბოროტისა, ცვირის ხსენებისაგან და ზუაობისა, სახმართმოყვარებისაგან და ანგახრებისა, უდებებისაგან და დახსნილობისა და სხვათა მათური ცხუთა ბოროტთაგან რომელნი, ვითარცა მხეცნი, მძვინვარენი, დააბძარვენ მას და მიმოუთრევიეს. ხოლო ჩვენ უგულებელს გვიყოფიეს იგი და არა უზრუნავთ, ვითარმცა განმიოტენით ვნებანი იგი, არამედ ვიურვით, თუ ვით არა ვიშენეთ ტაძარნი განგლესილნი და მოვიგნეთ სიმრავლენი მონათანი და მონაგებნი ფრიადნი სოფელსა ამას შინა და საქმესა ვიქმთ ესე ვითარსა. ვითარმცა აქ უნდა ვის სახლი დაძველებული და დარღვევად მიახლებული და კედელნი მისნი მიდრეკილნი დაცემად და არა იმცა იღუაცა განახლებად ანუ განმტკიცებად მათა, არამედ ეზოებს სამცახმზადებდა გარემო და სახლისა დარღვევას არ აღგონებდა, ანუ ვითარცა რაი გვამიმცავის. აქ უნდა ყოვლითა სენითა სავსე და არამცა იღუცი და ყოვლადვე კურნებასა მისსა, არამედ სამოსელთა მცაოდენ შვენიერთა იკერვიდა. ეგრეთვე ჩვენ ვართ, სული ჩვენი სენითა ბოროტითა შეპყრობილ არს და ყოვლადვე არა ვიღუცით კურნებად, არამედ ხორცთა ხოლო ვფუფუნებთ. მხეცთა ხილულთა არავინ მიუშვებს შესვლად ადგილსა პატიოსანსა, ხოლო ჩვენ მხეცთა მათ უხილავთ რომელ არიან ვნებანი და უყენებელად გზავსცემთ შესვლად სულსა ჩვენსა და ახსლად გონებასა, რომელ იგი ჩვენ შორის ყოვლისავე უპატიოსნეს არს. ამის ესე ვითარისა ვერაგობისა და ამავებისათვის ყოველივე საქმე ჩვენი განირღვნა და ყოველსავე შფოთსა და ბოროტსა შინა ვართ. და მსგავს არს კაცად კაცადი ჩვენი ქალაქსა, გარეთ შეცულსა მტერთა მიერ უწყალოთა და გამოღებად მიახლებულსა და მას შინა მყოფნი ტყებასა შინა დიდსა იყვნიან, ანუ ვითარცა რაი ვეშაპი მოუხდის ბუდეს ამ ფრინველისასა და მართვენი მისნი მიმოეკვეთებიეთ. სავსენი შიშითა და ძრწოლითა და არა არნდასასრულ ჭირისა მათისა. ამისთვის გევედრები საყუარელნო, მოუკლათ ვეშაპი იგი და ბოროტნი ნაშობნი მისნი მოსწყვიდნეთ მახვილითა სულისაითა, ნაშობნი ვეშაპისანი არიან არაწმიდანი გულის სიტყვანი, რაითა არა ჩვენთვისცა თქვას წინა ისწარმეთ ყველნან, ვითარცა ჰურიას ტანისათვის, ვითარმეთ, ვირდევნი იმღერდენ მუნდა გრძღაბნი და ვეშაპნი. ესაია 13:22 რამე თუ არიან ნამდვილად კაცნიცა უძვირეს ვირდევრთასა და უფრო ისღავ თქვა თუ ჩვენ შორის ჯაბუკნი ასაკითა უმრავლესნი ესე ვითარნი არიან, აღურავ გულის თქუმათა მიმართ ბოროტთა. ხოლო ესე ვითარისა მის ვერაგობისა მიზეზ მშობელნი მათნი არიან, რომელნი არა იღუციან ცხოვრებასა სულთა მათთასა, არცა სწურთიან სათნოებისა სწავლად. არამედ ხორციელად ხოლო ფუფუნებენ და უმწყსთა ბრცხენთა მიუშვებენ სიცბილად და სიძვათა შინა და ყოველთა ბილწებათა ქცევად. ჰოი განსაცდელი ესე ვითარი.
მძლავრება მან ცოდვისა მან ყოველნი დაგვიმონა და არავინ იღუცის არცა თვისა სულსა არცა მეორისასა. ჩვენ სიტყვით შევასმენთ და განვაქიქებთ ცოდვასა, ხოლო იგი საქმით გუმძლავრობს და ტყუეგვიქმს. გარნა ჩვენა არავე დავსცხრეთ სიტყვათაგან სწავლისათა. უკვე თუ იქმნას რა ისარგებელი, კეთილი ხოს ჩემდაცა და თქვენდაცა, ხოლო უკვე თუ მასვე ზედაეგნეთ, მე თანანადები ჩემი სრულ მექმნას, ხოლო ღმერთმან თქვენცა გიხსენინ მონებისაგან ნებათა ისა და მე მომეცინ თქვენდა სიქადული. რამე თუ მისი არს დიდებაი და სიმტკიცეაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. ლოცვა ყავთ სანატრელისა მამისა იოანესთვის და ნეტარისა მამისა ეფთვიმესთვის, რომელთა მიერ ითარგმანა წმიდა იესეს სახარებაი.